მარნეულში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა. ღონისძიება მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და რეკრუტირების მარნეულის მუნიციპალური განყოფილების ორგანიზებით გაიმართა. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის მიზეზია ჩვენი მოსახლეობასთან შეხვედრა. სავალდებულო სამსახურში ძალიან ბევრმა საქართველოს მოქალაქემ, კერძოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის მოქალაქემა გამოთქვეს ნებაყოფლობით, რომ წასულიყვნენ სავალდებულო სამხედრო სამსახურში. ეს ძალიან დიდ როლს თამაშობს ეროვნულ საქმის შესრულებისთვის. ჩვენ შევხვდით დღეს მათ მშობლებს, რაზეც მათ გადაუხადეთ მადლობა. სააგენტოს დირექტორის ბატონი პოლკოვნიკ ირაკლი ჭითანავას სახელით მათ გადავეცით მადლობის სიგელები და დამდეგი ახალი წელიც მიულოცეთ. ძალიან აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები თავისი ნებასრულით გამოთქვავენ სავალდებულო სამსახურში წასვლის სურვილს. ეს ძალიან საამაყოა და მინდა მათ უსურვო წარმატებები სამხედრო სამსახურში. ეს ვართ აქ ჩვენ შეკრებილები იმისათვის, რომ ჩვენი შვილები წავიდნენ თავის სურვილით. ჩვენ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამია გეორარქიდან ვართ. ჩემი შვილი მოხალისეც წავიდა ჯარში. დღეს სამხედრო პირებთან გვაქვს შეხვედრა. სამხედრო აღრიცხვის გაწვევისა და რეკრუტირების მარნეულის მუნიციპალური განყოფილების წარმომადგენლების თქმით, მთელი წლის განმავლობაში საკუთარი სურვილით სავალდებულო სამხედრო სამსახურში მარნეულის მასშტაბით სულ 46 ახალგაზრდა, ხოლო მთლიანად ქვემო ქართლში 332 ახალგაზრდა გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები სამომავლოდ ეტაპობრივად გაგრძელდება.